თორნიკე რიჟვაძის სავარაუდო თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე კახაკალაძემ დღეს პირველი კომენტარი გააკეთა. დედაქალაქის მერი აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს. კალაძე მომხდარიდან 4 დღის შემდეგ ამბობს, რომ აქამდე თემასთან დაკავშირებით კომენტარი საქართველოში არ ყოფნის გამო ვერ გააკეთა. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის დღეს თორნიკეს ჩამრთელობა, მინდა მას მალე გამოჯანმრთელება უსურვო. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. დანარჩენს მე ვერაფერს ვერ გეტყვით. არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, კომენტარს რაც შეეხება მე გუშინ დავბრუნდი საქართველოში და კიდევ ერთხელ მინდა თორნიკეს მალე გამოჯანმრთელება უსურვო და წარმატებები ყველაფერში. სამართლებრივი პროცესი გაგრძელდება. ვერ გეტყვით, მე არ მაქვს ინფორმაცია მასთან დაკავშირებით. ეს კითხვები პოლიტიკურ სპექტრში განსაკუთრებით მას შემდეგ გაჩნდა, რაც რომეო მიქაუტაძე დაკავეს, კი იცით რა ბრალდებითაც. აი, ელოდებით რომ შემდეგი შესაძლოა მაგალითად თქვენ იყოთ. თავი დაანებეთ ამ ბინძურ კამპანიას, რომელშიც ჩართულია თქვენი კონკრეტული ტელევიზიები. თავი დაანებეთ ამ სიბინძურეს და მიხედეთ საკუთარ თავს და საკუთარ საქმეს. ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ თორნიკე რიჟვაძის მიმართ გუნდში არავითარი პრეტენზია არ არსებობს და თუ ვინმე მას ემუქრებოდა, ამასთან დაკავშირებით კითხვებს პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს. დღესვე კობახიძემ უარყო მის მიერ ნათქვამი, თითქოს რიჟვაძის სავარაუდო თვითმკვლელობის მცდელობაში კრიტიკული მედია დაადანაშაულა. ოცნების პრემიერის თქმით, რიჟვაძის საავადმყოფოში მონახულების დღეს ოპოზიციური არხები მხოლოდ ერთ-ერთ მაგალითად დაასახელა, რომლებიც მისი მტკიცებით ტყუილებით ადამიანებს სტრესავენ. მე სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ არავის თორნიკე რიჟვაძის მიმართ არავისთარი პრეტენზია არ აქვს. ეს შემიძლია გითხრათ ძალიან დიდი პასუხისმგებლობით. რაც შეეხება ბრალდებებს, მაგალითი გითხარით, საჯარო მაგალითი. ვინ აბრალებდა თორნიკე რიჟვაძეს იქ მფარველობას, რა ქვია, კანონიერი ქურდების თუ არ ვიცი როგორ იყო, ვინ აბრალებდა თორნიკე რიჟვაძე არ იგულისხმებოდა ამაში, მაგრამ თქვენ ავრცელებდით 1000 სამარცხვინო ტყუილს. კონკრეტულად თორნიკე რიჟვაძესთან დაკავშირებითაც. არა, ერთ-ერთი მე მაგალითი მოყავთ, ხო გაინტერესებთ. აბა სად არის მაგალითი? ხო, საჯარო მაგალითზე გესაუბრებ. ძალიან კარგი ურთიერთობები მქონდა ბოლომდე, მათ შორის მას შემდეგაც, რაც მან დატოვა თანამდებობა, რამდენიმე შეხვედრა მქონდა, ძალიან თბილი შეხვედრები ყოველჯერს. აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან ოჯახის გადაწყვეტილებით თურქეთში სამკურნალოდ 9 ივლისს გადაიყვანეს. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თორნიკე რიჟვაძეს გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი ჭრილობა ჰქონდა მიღებული, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 ივლისს გაავრცელა. უწყება გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აწარმოებს. ფაქტთან დაკავშირებით ცეცხლსასროლი არახის დაუდევრად შენახვისთვის ბრალდებულის სახით დაკავებული იყო ალექსი ახვლედიანი. გასროლა, რომლის შემდეგაც თორნიკე რიჟვაძემ ცეცხლსასროლი ჭრილობა მიიღო, სწორედ მის სახლში მოხდა. ახვლედიანს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის უფლებამოსილება 9 ივლისს შეუწყვიტეს. ის თბილისის საქალაქო სასამართლომ 30,000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. პროსახელისუფლებო მედიის ინფორმაციით, სავარაუდო სუიციდის მცდელობის წინ რიჟვაძემ წერილი დატოვა. გავრცელებული წერილის პოვნას და წარმომავლობას არადასტურებს არც საგარეჯოს ჯეო ჰოსპიტალსი და არც თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა. ეკუთვნის თუ არა წერილი ნამდვილად თორნიკე რიჟვაძეს, ამაში ეჭვი ეპარება თავად ოცნების წევრების ნაწილსაც.